ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა 38 დღის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა. ამაღლობელმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ კოლეგებს ნეტგაზეთის მთავარ რედაქტორს ნესტან ცეცხლაძესა და ბათუმელების მთავარ რედაქტორს ეთერ თურაძეს წერილის მეშვეობით დღეს ეცნობა. მზია ამაღლობელის წერილი მისმა კოლეგებმა კლინიკა ვივამედის წინ გამართულ ბრიფინგზე წაიკითხეს. მედია მენეჯერმა დაწერა, რომ არ სურს მისმა შიმშილობამ ვინმე დაასუსტოს. ასევე მან შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა პატიმრობაში მყოფ თემურ ქათამაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს. ბათუმში ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. თხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ. შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ მზია ამაღლობელი ვივამედში მკურნალობას გააგრძელებს. ვივამედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძის თქმით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ არსებობს რეფიდინგ სინდრომის განვითარების რისკი. ჩხაიძე ამბობს, რომ განსაკუთრებით საყურადღებო პირველი 2 დღეა და ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით ამაღლობელს ყოველდღიურად დააკვირდებიან. ჩვენ დავიწყებთ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ის რაც უკავშირდება თუნდაც პრევენციას, ეგრეთ წოდებული რეფიდინგ სინდრომის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, ძალიან რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან, რაც უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს, ეს შეიძლება იყოს სითხის ცვლილებები, ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები, რაც გამოიწვევს შეიძლება სხვადასხვა ორგანოების უკმარისობები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიფრთხილით ჩვენ ამას დავიწყეთ. კლინიკა ამისთვის მზად არის, ექიმების გუნდი, რომლებიც დაიწყებენ ამ რეფიდინგის პროცესს. საყურადღებო და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პირველი 2 დღე არის სპეციალური მენიუ შეთავაზებული, შემუშავებული, დამტკიცებული ეს რეფიდინგ პროტოკოლი და შესაბამის მკურნალობასთან, თანხმდეტ მკურნალობასთან ერთად განვითარდება ეს პროცესი. შიმშილობის შეწყვეტის გამო მზია ამაღლობელს მადლობა გადაუხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მის თქმით, მზია ამაღლობელმა საზოგადოებას გამარჯვების სული მისცა და ასეთმა პიროვნებებმა აუცილებლად უნდა იცოცხლონ. მინდა განსაკუთრებულად მივმართო მზია ამაღლობელს. მას უთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რაც მან გააკეთა, იმისთვის, რაც დღეს გააკეთა, როცა შეწყვიტა შიმშილობა. იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ლიდერები, ჩვენ გვჭირდება მაგარი ქალები, ჩვენ გვჭირდება მაგარი პიროვნებები, ცოცხალი. არ გვჭირდება მსხვერპლი. ჩვენ გვჭირდება გამარჯვების სული და ეს მოგცა. მზია ამაღლობელმა ეს შემართება გაიტანა საზღვრების მიღმა, ძალიან ბევრი ადამიანები მას გულშემატკივრობენ და ეს გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, როცა ის იქნება რეალურად ცოცხლად ჩვენი საზოგადოების ერთგვარი ლიდერი და ეს გვჭირდება ძალიან. პოლიტპატიმარმა მზია ამაღლობელმა შიმშილობა პროტესტის ნიშნად დაკავების შემდეგ დაიწყო. ის ბათუმში 11 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე სტიკერის გაკვრის გამო. მეორე ცისხლის სამართლის ბრალდებით ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო. ირაკლი დგებუაძე გამოკითხვის ოქმში აღწერდა, რომ ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შემდეგ მას ლოყა და ყური გაუწითლდა და განიცადა ტკივილი. დგებუაძის ჩვენების საპირისპიროდ დღეს ნეტგაზეთმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელის დაკავებიდან 55 წამში ირაკლი დგებუაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან გარეთ გამოდის და მას არც ლოყა აქვს გაწითლებული და არც ყური. ანუ ხედავთ რომ შვიდი ვითარება იყო აქ აქცია და გრძელდებოდა აქცია და ამ დროს დააკავეს ადამიანები. რა მოხდა რომ ვითარ? ქართული ფოკუსი არ მცალია. ეს ირაკლი დგებუაძეა ბათუმის პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, რომელიც ამბობს რომ არ მცალია, ვერ გიპასუხებთ.
მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული 13 თებერვალს მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა შუამდგომლობა და ამაღლობელისთვის შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვა. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ კი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მიღებული უარის შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 16 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მიმართა. როგორც ამაღლობელის ერთ-ერთი უფლებადამცველი ამბობს, ქუთაისის სასამართლომ გადაწყვეტილება წესით თვალისთვის უნდა მიიღოს. რანაირი გარემოება არ არსებობს რეალურად წინასწარ პატიმრობაში დატოვების და საქმე ახლა არის ქუთაისის სასამართლოში. საგამოძიებო კოლეგიამ უნდა იმსჯელოს ამაზე და შეუძლია ამ საგამოძიებო კოლეგიას რომ არ ჩაეწეროს კიდევ ერთი უსამართლო გადაწყვეტილების რიგში და გააუქმოს პატიმრობა. 72 საათიანი ვადა კვირის შუადღის საათებიდან დაიწყო და წესით თვალ უნდა იყოს მიღებული ამაზე გადაწყვეტილება. მზია ამაღლობელის უფლებადამცველების თქმით, ამაღლობელის პატიმრობა და მის მიმართ წაყენებული ბრალდებები კანონიერ საფუძველსაა მოკლებული და მედია მენეჯერს საკუთარი საქმიანობის გამოსჯიან.